ყველაფერი ძვირი. პენსიონერებს ვაშლი მუტანი. ვაშლი რომ ვაშლია რომ იგი აიცოლოს ისიც ძვირია. სწავლება არ მოხედოს და პატარა მალტენო ხალხო იაზლებიოს ხიდი. ძალიან დიდი ხელფასები აქვთ, მაგრამ აგერ პენსიონერს რა მომატენ 20 ლარი გაჭირდა ყველაფერი და ამის ახალ უბრალოდ ვერ ახდენ. ყველაფერზე მაღალია. საჭმელი ახლა ბევრს მაინც აღჭამს. ყველაფერი გაძვირებულია, ცხოვრება გაძვირებულია. საჭმელზია მაღალი თუ არა, აბა ტაინსამოსი ვაფშე ტყვილაა ჩათვალე. ყველი კარაკი რაც კარგია ხორცი 30-35 ლარია, 30 ლარია პატარა ზონაში მოყვარს. ზოგიერთებს არ უჭირს, ახლა ვისაც ფული აქვს და იგი იმათ არ უჭირს, მაგრამ საშუალო ფენაზე ცოტა ნაკლებს ზან უჭირს მაგალითად, უჭირს როგორ არ უჭირს. მაგალითად ხამსა 3 რომ მიკუ წელს 6 ლარია. კვერცხი რომ მიკუ 50-80 ლარი. რამდენად ახლა თქვენ თვითონ დაფიქრდით გაძვირდა თუ არა? მაგცარელი იმისა რომ არ კიდულობენ ხალხი არაფერი. ყველა პენსიამდეა და 50% არავინ არ მუშობს 300 ლარი ოზურგეთში დაბალი ხელფასი 300 ლარად რაც იყიდეს. ყველაზე დიდი 600-700 არც იგი არ ყოფნის შვილო. არის გაძვირებული როგორ არა? ყველაფერი ახლა დენმა, გაზმა, ყველაფერმა მოიმატა, რა ფერმ დაიქნეს მე აგრესია მიგრაფების საქმე. ფული არა ხალხში. ფული არა. პენსია რა 20 ლარი მოუმატეს, მაგრამ აი ამai 20 ლარი. მე ახლა ვაჭრო მასში ვარ რა სხვა და სხვა პირი რა სხვა. ფულის ფულს განიცვაგეთ. მაგრამ ბევრ ფულს გონია ხალბატონო, რა უნდა დაიწყოს? ერეთი და პენსიები არა აქვს ხალხი, აკირებულად დადიან 1000 ხალხი გულობენ. არა. ვინა მაყოფილი გოგო რა არა და აი გაბალფენას დან უჭირს. ნუ შეიძლება შეგეძლო. მენდი მოვიდა და უკვე პენსია ავიღე და აღარ მაქვს უკვე ფული გამომეძია უკვე ისე გაძვირდა ყველაფერიო. კიდევ გვირდნენ, მაგრამ ასე მოვიდა და გვირდნენ, მაგრამ არ არის. პროდუქტებს არაფერი არ გაიაფებულა. კარგი იმედი არ იყო, მაგრამ გაიაფებს. ეს მომენტალურად შეიძლება რაღაცა შეიცვალოს. და მე ისე ვაიძიოთ, როგორც ხდებოდა ხოლმე. წინა რა რაღაც პერიოდის წინ რომ პრემიერი ვყავ. ეკონომიკა თვალ გაიგეცაც განვითარდა. და თუ წარმოება არ შეიქმნა, თუ ქვეყანაში ელემენტარული შრომის დასაქმების კუთხე არაფერი არ ეშველება. ეს ერთჯერადი დახმარებით არ გამოარს, არ სოციალური დახმარებით, რომელსაც თვითონ თვემდე ელოდებიან და იმით არსებობდა. ძალიან ცუდია. მაგრამ რაღაც იმედი უნდა იყოს იმისი, რომ არ არის ნება ქვეყნისა.